გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოყვანილი ციტატის გამო დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. დავით რაზმაძე კატეგორიულად უარყოფს ინტერვიუში მოყვანილ ციტატის ავტორობას და ფაქტს ცილისწამებას უწოდებს. მისივე თქმით, მმართველი გუნდის არც ერთი დეპუტატი ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს და მას თანამდებობიდან ვერ გადააყენებენ. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების თქმით კი ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოყვანილი ციტატა თითქოს და დავით რაზმაძემ რუსეთის საოკუპაციო ძალები მშვიდობის მყოფელებად მოიხსენია სიცრუეა. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სტატია შეკვეთილია და რეალობასთან კავშირი არ აქვს. მათი განცხადებით იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ და ოპოზიცია ჩანაფიქრს რეალობად ვერ აქცევს. ცნობისთვის გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივი პროცედურები საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით დაიწყო. რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი კი 12 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველ საკითხად განიხილება, სხდომა დილის 11 საათზე დაიწყება. თავიდან ბოლომდე იმიტირებული არის, მე ვფიქრობ ეს ჩემი ვერსია, რომ ეს სკოტ ანდერსონი საშოვარზე იყო ჩამოსული და ნაციონალური მოძრაობის მოლარეებმა ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ დაფინანსებლებმა ალასანიებმა დააფინანსეს გიულიმ და თემურმა და დააწერინეს ის რაც უნდათ. ჩემს ლექსიკაში საერთოდ არ არის ხულიგნები, მიშას ხულიგნები, მიშას ზონდერები შეიძლება მიხსენები და რომელიც ახლა უამრავი არის და ბიზნესში არის. პლუს დამატებული ამას დლებად არასობების სასულიერო პირები და მით უმეტეს კონკრეტიკა მქონდა აქ, რომ მეუფე დააყაჩაღეს ოსურმა ბატფორმირებებმა და აქ არ ამქონდა მე საუბარი იმაზე, რომ დლებს პარავდნენ მანქანებს, თორემ ტექსტი ნახეთ. და ამას დავუმატოთ კიდევ, რომ ჩემთვის რუსი მე-18 საუკუნიდან არის დამპყრობი. და ისევ დამპყრობია და არასოდეს ჩემთვის მისაღები არ არის და კეთილის ყოფილს და მშვიდობის იმას არასოდეს და მე აღნიშნე, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მიატოვა აქაობა, აქ ბრძანდებოდა ის გამგებლის მოადგილე იყო კახა ლობჟანიძე. ამ იმპიჩმენტს ხა 12 კაცი ვერ მოახდენს, უბრალოდ 12 კაცს შეუძლია პროცედურულად რომ დააყენონ ეს საკითხი. გვაქვს ხელმოწერები გუნდისა, ამ შემთხვევაში მე ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს 22 კაცი და 2 ადამიანი ხალხის პარტიიდან, რომლებსაც ხელს აწერენ, რომ ჩვენ ამ უსამშობლო აგენტების დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებთ. ხარს არ დაუჭერ, რადგან ნიუ-იორკ ტაიმსის ჟურნალისტი, რომელმაც ეს გამოაქვეყნა, ცნობილია თავისი deep state-ისადმი კეთილგანწყობილებით, ლიბერალური ფრთისადმი, ამიტომ მისი ინტერპრეტირებული სტატიის გამო ვერავით არ იმპიჩმენტს ხარს ვერ დაუჭერთ. ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ წინა საარჩევნო სპექტაკლი დადგას რადიკალურმა ოპოზიციამ და ხალხს დააჩვენონ, რომ რაღაცა იბრძვიან. თუმცა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ დიახ, ზუსტად ისინი, ვინც ახლა დათოს წინააღმდეგ, რაზმაძის წინააღმდეგ იმპიჩმენტს აპირებენ, მათ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელი მოაწერეს, რომ საქართველოს დაიწყო ომი. ხელი აქვთ მოწერილი ოფიციალურ დოკუმენტზე. ამიტომ ახლა სპექტაკლების დადგმა და რაღაცა ტირილი ეს მათ მხრიდან არის ფარისეულობის უმაღლესი დონე. ხელოვნურად უნდათ რაღაც ამინდი შექმნა, თუმცა აქედან გამომდინარე თვითონაც კარგად იციან, რომ 12-ნი არიან და ჩვენ ვართ 24-ნი, უმრავლესობის წინააღმდეგ ვერასდროს ვერ წავლენ. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ირჩევენ სწორ გზას და აქედან გამომდინარე ყოველთვის მეტი ვიქნებით, უმრავლესობა ვიქნებით, რათა სექტანტები იმ მიზანს, რა მიზანით უდევთ, იმ მიზანს არ მიაღწევენ სექტანტები. მაგათ პარტიის წევრებს არ ვეძახთ, ვეძახით სექტანტებს.